ისე მოკითხა მეგობრებო ხო გითხარი დისპეჩერს დაურეკე და ვერ მოისვენა რა და უსვათ ტვირთი მომცა და ვარიარიაში ჯერ სამ შევეჩვევი და რასთავრე თოვში ვარ თოვში ჩვენი ამოცანა რომ ამ თოვლიდან შორს გავიდეთ რა თორე გამოცხადებულია წუდი ამიდები და რამერც ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ერთ სიტყვით ასეთ ლიმონია რაღაცა მოვედი გავხსნათ რომ იტყვიან სეზონი ჩვენი ცოტა მერე მოგეყვებით როგორ გინდა ყველაფერი დაალაგებულად იყოს მას სამწუხაროდ არ ხდება ამ ცხოვრებაში მაგრამ არა უშავს ყველაფერს დაუნკლავდებით დავაყენოთ ეს კარებთან მივიდეთ ასე ეს თოვლი არ გვაწყობს რა არ გვაწყობს დავასწოროთ მარცხნივ აბა ჩანს თუ არ ჩანს კარგად აქედან მარჯვნივ არ ჩანს გავასწოროთ ესე იგი ეხლა ჩვენი ოფისი და მოვედი სულ რაღაც 3 მაისში ერთი უკვე კარგია ნუ მოდით ჯერ დავაყენო და მერე მოგეყვებით რა მოხდა ცოტა დაალაგებულად მოგეყვებით მივაყენოთ კარგად სწორად არ დავეჯახოთ ხედულობა ცუდია და პირველი რეისია, პირველი ამ ჩამოსვლაზე, მით უმეტეს ამ ახალ წელს. 26 წლის პირველი რეისი. და გვინდა ეხლა ჩვენ რამე პრობლემები შევქმნათ ამ ჩვენ ახალ ტრაილერს და ჯორჯი უკვე ჩვენია, მაგრამ ჯორჯსაც არ უმუშავია ამ წელს. ოკეი. წვიმანები მეგობრებო, წვიმანები სულთან ძღოლურ ამბებს გაჩვენებთ. ზოგისთვის ალბათ მომაბეზრებელია, მაგრამ ზოგისთვის საინტერესოც არის. ზოგისთვის არ არის საინტერესო, ვისაც არ აინტერესებს, შეუძლია როგორ ამბობთ ხოლმე, გადართოს. აპა, მივაყენოთ. აღარ გავწიე ეს, რა ვიცი აი ხა იმაში ვიყავი საამქროში და ალუმინის კინებია წასაღები. შველერებს რო ვიძახით ხოლმე. ოკეი, გონი დავაყენე სწორად. მეტი აღარ მიდის, შო. მოდი ხა ჩავიცმე მეგობრებო. გადავამოწმოთ, მაინც ცივა კაცომინა. ცივა და. აი როგორ აიცი, რომ მიხვალ უნდა გაუღიმო და რომ გაუღიმე, მე ყველა გიღიმის. ეგ მოვაყენე. კარგად არის დაყენებული, ალბათ არ დასჭირდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ინფორმირებულები არიან. ისეთი რას დადებენ არ ვიცი, პლასმასის, ალუმინის. აი, აგერ არის, ხო? ესეთი რაღაცები მიმახსოვრდეთ. კარგით, ჩვენ წავიდეთ უკვე, კარგად გვიყენია. და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რა მოხდა და გამიმართლა თუ არა. გონი გამიმართლა. ჯორჯ. როგორ ახარ? ხარ მუშაობის ხასიათი? ჯორჯი. ჩემი გაზდილია, ჩემი ხელში გაზდილია. აი დავილოდოთ ახლა და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მოდი შევამოწმოთ აბა ეს რაღაცა. მოდი ხაერი არ გამოდიოდა კარგად და უშუალოდ გამოდიოდა და ნუ კაი. ამას ყველაფერს გზაში გავაკეთებთ ყველაფერი. ოკეი. ესე იგი, რა იყო მეგობრებო? ეხლა მე ხო დავაყენე ეს ტრაილერი მივაბი რაღაცა და ეხლა ველოდები რა იმას რომ თვით მომცემენ და ანუ დისპეჩერი მირეკავს რომ ეთყობა ოფისმა უთხრა და თხოვეს რომ ტრაილერიაო თუ შეიძლებაო ის ტრაილერი წაიღეო კენტუქშიო და მე უკან დაბრუნდიო. მეთქი ახლა უარს ხო არ წყვე კომპანია რა და მე მივედე ახლა რა არის ამაში ცუდი. ახლა წარმოიდგინე როგორი თოვლია.
ეს ტრეილერი უნდა წამეღო, მთელი თოვლი უნდა გამერო კენტუკისკენ და კენტუკიდან უკან უნდა წამოვსულიყავი ბობტეილით, ბობტეილის ეძახიან ამ კაბინით და ეს ჩემი ტრეილერი უნდა მიმება და მე ესო შეკვეთა უნდა, რა ქვია. გამეკეთე ამაშიო მოგცემთო $500. მეთქი ვახ, ეხლა ეს მინდოდა, ხო იცი რო ხარ უკვე განწყობილი იმისთვის რომ უნდა დაიწყო მუშაობა და მივედი, ხედავ და იმ ტრეილერთან დატვირთულ ეტყობა ვიღაცამ ავარია გააკეთა თუ რაღაცა მძღოლი აღარ ყავდათ, ტრაკი დამტრეული იყო და მივედი და ხელოსნები არ უტრიალებენ, ბორბლებს და იმებს უცვლიდნენ რა. მე უთხარი ხა მე დისპეჩერს დაურეკე და მეთქი ასე და ასე, დაშლილია, მეთქი დაშლილია, დავხატე რა. იმ ხელოსანს ვკითხე, რამდენ ხანში დაამთავრებ მეთქი და ნახევარში დავამთავრებო რა, იმ ხელოსანმა მითხრა და მე დისპეჩერს ვუთხარი, მეთქი აქ მთელი დღე საქმეა, მეთქა, ხო კაი, მაშინ დაივიწყე. სხვა რაღაცას გიპოვიო. სხვა რაღაცას გიპოვე და ახლა ვზივარ მე ჩემთვის უკვე ვემზადები რაღაცები და ამბობს მოდის ოფისიდან და არ წაიღებო იმ მანქანასო, იმ ტრეილერს არ წაიღებო. უთხარი, ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ მეთქი რომ ეს და მორიდებული ბიჭი იყო ისა და ხო კაიო და ავდიკი და დავკოკე მანქანა გვერდზე წავედი იქით რა. ეთქი ახლა ამათ ახლა როგორ მომენტია იცი ოფისში რო არის ადგილზე ხო ბევრი საქმეებია და ხან იმას დაგავალი მე ხან ამას დაგავალი მე ხან იმას დავალი და ავდექი და მოვწყდი იქიდან და ამ დროს დისპეჩერმაც უკვე შეკვეთა მომცა და ნახეთ უკვე რა კაი შეკვეთა მაქვს. ესე იგი ავკრიფოთ დესმოინეში აიოვაში მიდივართ, ესე იგი და ამაში რამდენია გასავლელი. შეიძლება დავიწყოთ არა, როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე. Please drive to highlighted route. 576 მილში. 576 მილში. რომელიც არ ვიცი შეიძლება დღესვე გავიარო, როგორ იქნება. ალბათ დღეს ღამე თუ თოვლი არ იქნება და ამაში იხდიან $1400. ხო მაგარია, ხო? 500-ზე 2 და რაღაცა. ერთ დღეში $1400 და ეხლა ის რო წამეღო, რა ქვია, ის ტრეილერი რო წამეღო იქა კენტუკში, მე რო უკან წამეღო, 2 დღეს დავკარქავდი და 2 დღეში იხდიან $500. ასე რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. გინდა ეწყინოთ, არ ეწყინოთ ის ოფისის თანამშრომლებს, მაგრამ ჩვენი საქმე გვაქვს. ჩემთან მოდიან? არა, ოკეი. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ხათრით, მაგრამ რეალურად, ფაქტიურად ერთ დღეში, რაც ერთ დღეში 1400 იხდიან, ნუ თქვათ გადასახდელები ხო წეღანას რო ვთქვი, ისა $1800 მაინც დაგჭირება ერთ დღეში ის გადასახადები რო გადაიხადო 700 ერთ დღეში და იქ 2 დღეში უნდა დამჩენოდა. თან ისიც უკან უნდა წამსულიყავი ისევ თოვში და ისევ თოვში უნდა მეულო და წარმოგიდგენთ ეხლა ბობტაილით ამ ჯერ ტრეილერის რეალებს დატვირთული რო არის და ხა ცარიელი ბობტაილით იგასავით ივლიდა რა. ასე რომ კარგად მიდის საქმე. რაჯო. თან პირველია კაცო ეს პირველ 2026 წელს ცუდი ტვირთი რატომ უნდა წავიღოთ პირველი რეისი. მე როგორ დაგვებედება ისე იქნება მთელი წერე. ხო ასია მეგობრებო, ასია. მონი დაიწყეს დატვირთვა და გავხსნათ სამუშაო პროცესში ჩავერთოთ. ჩვენი ამოცანა ამ თოვლიან მხარეს მოვშორდეთ რაც შეიძლება მალე. თოვლი კარგია, ბავშვი რო ხარ, გიხარია, მაგრამ სამუშაოდ ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში ძღოლისთვის ოთი რაღაც თავისებური დისკომფორტია. აბა რა მოგვაქვს? პლასმასები ძიმი არ იქნება. ალუმინის ისინი. It's not heavy, yeah? დეტროიტია. რა ვიცი რა. საწყობია თუ წარმოება წარმოებენ თუ რა თუ საშუალო ფირმა არ ვიცი. აი შეიძლება
რაღაც ის გვალი არის რაღაცა მასალა და მე ჭრიანი მებს. Deki only. ის როგორც ვიცი მე საქართველოში ალუმინის ანკრო და ამის დამაგვარი რაღაცები არ აქვს. ეს აშკარად მასალაა. აი მთლიანად მასალაა. აი ესა. და ამისგან ალბათ მე ჭრიან რა, მთელი მასალა, ალბათ ჩამოსხმულია მეტალურგიული იმაში და ეს მიაკ და მე იქ ალბათ ჭრიან და თავის ზომებზე აყენებენ. პატარა კომერციული ტექნოლოგია აღმოაჩინეთ. რუსთავშია, არა მგონი ალუმინის არ გამიგია მე რომ საქართველოში ყოფილიყოს ალუმინის საანკრო. არა, ალბათ ყიდიან თორე აკეთება იქიდან მასალა მოდის და მე აქ ჭრიან თავის ზომებზე და რაღაცებზე მოთხოვნით და მიხედვით. Oni დატვირთეს და აბა ხოთ გადავიდეთ ისე. აქედან წავიდეთ, იქიდან ხო გავდიოდით. არა, ჯერა დაგვიმთავრებიო. შევდივართ სამუშაო ფორმაში. გაზი დაუმთავრდა და ის გაზი დააყენა ფორტლივზე. არა, ამას მაინც ვერ ვეშვები რა, ნახეთ ახლა ეს არავინ აღარ მიყურებს და უფრო კარგად დავაკვირდებით. ესე იგი, ალბათ სავარაუდო მეტალურგიულ ქარხანაში ან ალუმინის ქარხანაში ეს გროვდება მასალა. თუ არ ვიცი, ამის ტექნოლოგია კი არ მახსოვს. მეტალურგიულის მახსოვს. ამას ასხავენ, ალბათ მეტალურგიული იმაში ადნობენ და აქედან მე ალუმინი მაგარი მოთხოვნადი თან ძვირი მასალაა რა. სკოლაში გვასწავლიდნენ ხოლმე მეტალურგიულ ქარხანაში კინას როგორ აწარმოებდნენ თუჯი და ფოლადი, ხო? და იქიდან ტემპერატურაზე გამოდიოდა ფოლადი, არა, ჯერ თუჯი და მერე ფოლადი. და ალუმინი როგორ არის რა? ხელა ის არის რა. ეტყობა ესე მოვახთ. მე შეაქ ჩიგნი და იკვე თავის ფორმაზე აყენებენ. უნდა ჩავიხედო ერთი ალუმინის წარმოება როგორ ხდება. საქართველოში თვითონ ალუმინი ჩვენ არ აქვს. ჩვენ გვაქვს მარგანეცი, ქვანახშირი, ალუმინი, სპილენძი არის საქართველოს. არა, იქნებოდა ახლა საქართველოს სპილენძი, ახლა სპილენძის იმებს არ აკეთებდნენ ეს ასე ძახდნენ თუქებს თუ არა ძველ თბილისში დოქებს და იმებს რო აკეთებდნენ რა ერქვა მაგათ ვერ ვიხსენე მეთუნუქები სახურავზე ვინც მუშაობდნენ მეჩულუქები თუ არ ვიცი მე გადავალო თვალილე ენციკლოპედიას ეხლა უკვე ჩქარა მარე დატვირთე თორე მარე დაღამდება და ღამის სიარული ნამდვილად არ მინდა ამ თვში შევუდგეთ სამსახურის ფორმაში დაველოდო ცანო დატვირთავენ სპორტსმენები რო ემზადებიან ხო იცი შეჯიბრებისთვის და მოთელვას რო აკეთებენ ეხლა ისე ვარ მეც რა ეხლა ის მის კითხვა მეზარება თუ არ მეზარება მეგობრებო მაგრამ მეზარება გულახდიათ რომ გითხართ თვითონ მუშაობა კი არ მეზარება უბრალოდ უკვე ვიცი წინასწარ ეხლა ამდენი წლები რომ დავდივარ უკვე რას მოყვება როგორ მოყვება რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ მიზანი გვაქვს და უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს მაგრამ აი სიახლეები მინდა სიახლეები ხო იცი ახალი რაღაცა რო არის მე უფრო აზარტში ჩავარდები და რა ვიცი ეხლა ამ სამ თვეში რას ვიპოვით ახლა ახალს ძირითადად თითქმის ყველაფერი ნანახი გვაქვს
ნუ პრინციპი იცით, ტვირთს იღებ, მე მიგაქ, მე მოგაქ, მე ანაწილებ, მაგრამ ჩვენ საინტერესო ადგილები გვინდა, საინტერესო ადგილები, რომ ცოტა ეს რუტინა და ერთფეროვნება რომ როგორ თქვათ, აზარტული და კარგი გავხატოთ და საინტერესო. გამოგვივა მეგობრებო, წესდარიგით უნდა გამოგვივიდეს. თორემ მუშაობს და ფიზიკურად არ მეზარება, ნამდვილად არ მეზარება, უბრალოდ შეიძლება დამეზაროს ერთფეროვნება რო იყოს, აი მაგი მართლა დამეზარება. საინტერესო იქნება თუ მექსიკაში გადავედით, თუ კანადაში გადავედით, ნიაგარას ჩანჩქერის ანახავი გვაქვს, რაღაც საიდუმლო სამხედრო ნაწილებიც ანახავი გვაქვს. რა ვიცი, კიდევ რა გვაქვს ანახავი. კონგრესზე და იმაში ცენტრალურ ადგილებში უნდა მივიდეთ ეს კონგრესმენები და ისინი საცხოვრებენ. რა ვიცი, აბა. დანარჩენ თქვენ მითხარით, მეგობრებო. რა არის ანახავი ამერიკაში გეცოდინებათ ან Google-დან ან საინფორმაციო ადგილები და ამის საინტერესო ნახოთ. ხო, ის აგვაკლოს ანახავი. ახლა შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ფილადელფიაში რო არიან ეს გაუბედურებელები რო დადიან და ისე მაგრამ ანუ ერთ სიტყვით ჩვენ სურვილი გვაქვს რაღაცა საინტერესო ნახოთ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, რაც ჩვენ ცნობიერებას და აზროვნებას განავითარებს. ნუ თავისთავად ახლა თუ რაღაცა მაგარი ეკონომიური აქტივობა ვნახეთ, რომელიც საქართველოში გამოდგება, ხო, იქნება lepota. დანარჩენი უკვე open mics. აი დაუტვირთია და კარების დაკეტეს. საბუთები არ უნდა მომცენ გასულ. აბა ნახო ჯერ მაინც ჩვენი ამბავი. ბოლომდე ამისული. ძიმი არ იქნება რა წესით ალუმინის. რა ვიცი, ნახოთ. აი გავწევ და მივხვდები. ძიმია თუ არა ან წონაში ეწერებათ იქ. და ისინი ბოლომდე ხაწური და რა ვიცი, ესეთ. რა ვიცი, ამ თოვში პოლიცია იბლის და ვესტეიშენი მიმუშავებს. ნუ ნახოთ, ჩვენ მაინც ჩვენი გავაკეთოთ. შეიძლება საბუთი გამომიტანო. ქითარი მოდი მაება გავწევ, თავად თუ მძიმე იქნება, მივხვდები, აბა. მძიმეა თუ არა. არ არის მძიმე, ამას არც უნდა დაწევა. ამდენია თითო პალეტი, წონა არ წერია. ეს ქალი ვინ არის? მოდით ხეთაც მაინც დავდოთ და არა ეტყობა რომ ჩამოწეულია რა. წავიდეთ აბა ფუქსიო სამსათ. აი აგერა ქაღაც მომწევს ახლა. საბუთი მომცა ამ კაცმა. რამდენია წონავდა 32-ია და აღარ უნდა 32 რა უნდა იყოს. შო, პირველი რეისიც 32,000 წონა. მოასწარეთ, 3 საათზე იკეტებოდნენ და ცოტა უხასიათოდ იყო. ჩვენ ხასიათები ისე კი არა, ოპა. უნდა შევეჩვიო. თბილისის შემდეგ შევიყვანოთ ახლა ეს მონაცემები. უშუალოდ დავიწყებული მაქვს და ახლა ყველაფერს გავიხსენებ. ამის ნომერი, იმის ნომერი და ასე შემდეგ. Shipping document. სადაც shipping document-ი არის 73. რა ვიცი, შენიშნე ახლა დიდი შემოწმებებია და 73
21 ეთი ოკეი shipping dobingen go save ოკეი რაც არის ეგ ამასაც ხელი მოვაწეროთ და agree ოკეი status on duty-ზე გავეყან ოკეი საბუთები ასე თუ კავშირი ყოველ ჩამოსვლაზე სულ რაღაცები ცვლილებებია და 2-3 დღეში დავამუღამეთ. ეხლა დისპეჩერს მივაგზავნი და დავიტვირთე მეთქი და წავედით. всё, დავიტვირთეთ. გონი პირველი რეისი თოვლია, მაგრამ აქვს. კარგია რომ სამხრეთისკენ წავალთ. მე იმედია თავარია ის არ იყოს. თოვლი პრობლემა არ არის, თავარია ის არ იყოს აქვე ეს. ლექაისი, ანუ აი მოყინვა რო იცის ხო. მივიდით თხილად. აგით აბა დავიძრათ. პირველი რეისიც დავაკეთოთ. In 3/4 of a mile, turn left on Schoolcraft Road. In 3/4 of a mile, turn left on Schoolcraft Road, then take the ramp on the left. მეგობრებო, წავედით. ამ წლის პირველი დატვირთვა გავაკეთეთ ჯორჯთან ერთად. გავხსენით სეზორი და აგემშვიდობებით. იმედია საინტერესო, როგორც წაიღანავთ კი საინტერესო შემეცნებით ვიდეოებში შევხვდებით.